გიღალატია? კი. მაგარი მოღალატება. დაცვა არ მიშვებდა. მოკვდარი იყო ერთი სამი კაცია. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში მართლა. ხო, აღარ გმერს რო ვიტყვი, წარმოვიდგინე. მერთი დაგვეხმარება მეტი რა. სადან გეხმარება შვილო. დამწყდა გული რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. არა უშავს. აუ ძალიან კაი იყო მართლა. ისიამ რაღაც განსხვავებული კითხვებით. და ნავალა ვისაც არ ჯეროდათო. მეფესავით პოდკასტი. მოგესალმებით, ვიწყებთ მეფესავით პოდკასტის მესამე ეპიზოდის ჩაწერას და დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია მეფესავით ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი. მოგესალმებით. როგორ ხარ ოქრი? კარგად თავად, მადლობა დაპატიჟებისთვის. მადლობა ახალი გახსნილი არის ეს გადაცემა და წარმატებებს გისურვებთ. ძალიან მიხარია რომ თქვენი სტუმარი. დიდი ჩვენც მადლობა. ძალიან გვიხარია და ვიწყებთ როგორც წინა ორიც, ეხაც დავიწყებთ ეგრე წინა სტუმარი გიტოვებს ან კითხავს, ან რჩევას. ყავდა ბატონი დავით თვალიშვილი, მსახიობი და კითხვა არა, რჩევა მოგცა არ უღალატო შენ პროფესიას. გიღალატია? კი. მაგარი მოღალატება. რაში გამოიხატება, აბა? цаო პირველივე ესეთი რთული კითხვა დავიწყე. მოგვიწია. რაში გამოიხატება და ალბათ ყველა მშვენივრად ვიცით, რომ ფეხბურთელი უნდა იყოს პროფესიონალი და უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოს თავის თავს და არა გარშემო მყოფ ადამიანებს. მეგობრები იქნება ეს თუ ვინც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან გეშლება ხელი და აი უფრო ნაკლებ დროს უთმობდი ჩემ თავს და ჩემს პროფესიას, ვიდრე გარშემო მყოფ სულ ყველაფერს და აი აქედან გამომდინარე ღალატში მეთვლება ის რომ უფრო მეტი დრო უნდა დამეთმო და უფრო მეტი უნდა გამეკეთებინა ჩემი საქმისთვის, მაგრამ ჯერ კიდევ თამაშობ და გავაკეთებ, დარწმუნებული ვარ ღმერთის წყალობით. ნუ ხო რა, ეს არის რა. არის მოსაზრება და მეც მასე ვფიქრობ, რომ თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებში ბევრად კარგი და მაგარი ფეხბურთელი იყო, ვიდრე საკლუბო დონეზე. რა იყო მთავარი მიზეზი? შენ თუ ეთანხმები ამ მოსაზრებას ჯერ? ხო, მეც გეთანხმები. ხო იყო. ან რითიც დავიწყეთ გადაცემა. ნაკრებისთვის ვემზადებოდი ყოველთვის 200%-ით, როცა ვიცოდი რომ ნაკრების თამაში მოდის, აი უპროფესიონალი ხდებოდი ხოლმე. და როცა მთავრდებოდა, ხდებოდი რა პროფესიონალი. პირდაპირ. რა გაძლევდა ამის მოტივაციას, ეს არის საინტერესო. ნუ გასაგებია რომ ქვეყანა ნაკრები არის, მაგრამ რაღაც შინაგანად ხო რაღაცა უფრო ხო, აი შინაგანად როგორ ანუ ვერ გეტყვი რა მაძლევდა, იმიტომ რომ აი რაც შენ ხო აი ნაკრები არის, აი შენი ხალხის წინაშე თამაშობ. უბრალოდ ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ქართველი გულშემატკივრის წინ თამაში და პლუს აი ჰიმნი, აი რავი რა, ვერ აგიხსნი მართლა ეს უნდა გამოცადო. იმიტომ რომ სხვა ემოციები არის და სხვანაირად უდგებოდი ამას. რა თქმა უნდა, მცდარი მიდგომა მქონდა, იმიტომ რომ ეგრე რომ გამეგზელებინა, როგორც ნაკრების ვემზადებოდი, ჩემი აზრით უფრო ბევრ დიდ შედეგს დავდებდი ჩემ კარიერაში, მაგრამ დინამო არენა შენთვისაც ეგეთი ემოციები მქონდა, როგორც ახლა ბიჭები ამბობენ, ანუ მართლა ყველაზე დიდი, ანუ საქართველოს ნაკრებისთვის რა თქმა უნდა ლოკომოტივზეც კარგი არის თამაში, ბათუმშიც მაგარი არის თამაში, მაგრამ დინამოს სტადიონი არის სახლი, სადაც ჩემი აზრით ყოველთვის მანდ ჩატარდეს ხოლმე სახლის თამაშები და ჯერ იმიტომ რომ ბევრად მეტი ხალხი მოდის და მეორეც მართლა სხვანაირად ანუ სახში ხარ. ლოკომოტივზე სახში ხარ, მაგრამ ნახევრად სახში ხარ. აი დინამოზე, აი რო შედიხარ, აი შენ ხარ. შენი არის ყველაფერი და სხვანაირად იხოდები, ასე რომ ვთქვათ. ინგლისისთვის რო უემბლია სანაკრებო. ხო, აი ეგრე არის, ხო, აი მართლა ეგრე არის. სხვანაირად ემზადები ალბათ, ან სხვანაირი ემოციები, სხვანაირი ემოციები აი ესე. თან ეხა მithumetes უფრო სხვანაირი ემოციებით ვითამაშებ რა, შარშანდელი 26 მარტის შემდეგ. ხო, ის. აი მივედით მაგასთან ნაკრებზე 26 მარტი.
გვახსოვს ერთ-ერთი გასახდელში შეიძლება ყავადავლე. რა თქმა უნდა. გასახდელში ჩახვედი ძალიან ბიჭებთან ახლოს. ბიჭებთან იყავი სულ რა კადრში ის ხედავ. თამაში და ის დღე. როგორი განცდა იყო და აი შენთვის კი არ იყავი, კი ყველაფრით გუნდის წევრი იყავი, მაგრამ მაინც არ იყავი. არ ვიყავ. ან მოედანზე არ იყავი, მოედანზე არ ვიყავე მართლა, ნუ. ხო, არ იყავი. გასახდელში იყავი. გასახდელში ვიყავი. ის ვინც ყველა აი ვინც ბიჭებმა რაც გააკეთეს და აი როგორც მათ უხაროდა და როგორც ეგენი ბიჭები აღნიშნავდნენ ამ დღესასწაულს, ანუ 1%-ით ნაკლებად არ აღნიშნავდი, ისე მიხაროდა, ისე ანუ მეგონა რომ მეც ვიყავი სტადიონზე. მაგრამ ყველაზე კურიოზული ის იყო, ჩავდიოდი თამაში მორჩა თუ არა, ეგრევე ჩავარდით. მე და ბუბა ვიყავით თუ არ ვსწრებით. დანარჩენი, ანუ მე და ბუბა ვიყავით, ეგრევე რომ შევედით. დაცვა არ მიშვებდა. ანუ შევდივარ და შენ ბიჭიო რაღაც ესე მეუბნება. მეთქი ხელი გაწია რა ბიჭი. ფინალი მაქვს წაგებული მეთქი მაკედონიასთან, ეხლა ვარ ყველაზე ანუ ხო ანუ მან არაზოს არა 15 წელია ვთამაშობ და პირველად ნახე ეგ დაცვა და შეიძლება გურამასავით იყო ვიღაცა მოსვა. არ იცნობდა და ხო ვერ მიცნო ალბათ და მეთქი გაიწიეთ. ბოლოს შევაჭერი ეგრევე გასახდელში და ნუ იქ შიგნით რაც ხდებოდა, აი როგორც იმას ვერ გეტყვი და ვერ გადმოვცევ რატო იყო ნაკრებისთვის ისე აი ეგეთი ემოციები ან ყველა ქართველს იგივე ქონდა ვისაც მართლა გაგვიხარდა და ვისაც აი ეგეთი გაერთიანებული რამოდენიმე დღე ქართველები არასდროს მე არ მახსოვს მართლა ნუ ეგეთი გასახდელი ცხოვრებაში არ მინახავს ეგეთი ბედნიერი სახეები და ეგეთი კეთილი სახეები და ეგეთი გახარებულები საოცრება ხდებოდა. ეხაც რომ ახსენდება და ვიდეოები რომ ხდება, ეგრევე ემოციები. თაველზე მე რამდენი ხალხი დაგხვდა და იქ აუ საგიჟეთი იყო. ყველაზე კარგი ის იყო რომ ეხა რასაც უყურებდი შენ რა, ეხა ჩვენთვის მანდ გასვლა და მაგთამის მოგება იყო, რა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების ტოლფასი რა. რასაც უყურებ ეხა ტელევიზორში პირობითად შენ საყვარელ ნაკრებს ან გუნდს რო საქართველოს შემდეგ რა, როგორ შემატკივრობ და ხედავ, იგივე ხდებოდა აქ რა, ფაქტობრივად ყველაფერი. ხო, ანუ ვერ გადმოცემ. მე მაგის შემდეგ ანუ იქეთ გაგიხარდება ის მაგრამ აი ხო დაივიწყებ მაინც სხვა ნაკრებებს თუ ბალეშიკობ რა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბრაზილია სიტყვას. აი ვაფშე გამიტრუფდა ყველაფერი რა. აი რასაც უყურებ ახლა რეალის გულშემატკივარი ვარ რა. რეალის თამაშებს და ესპანეთი მიყვარს ნაკრებებში. აი ვაფშე ვეღარ ვკაიფობ რა. იმ ემოციას რაც მაშინ გამოვიარე. აი ვეღარაფერი ვეღარ შემიჭრა. ამაზე ძიც ვეღარ გაძლევს ხო სხვა. ვეღარ რო წააგებს ახლა ლიგა რო ვერ მოიგოს 15 კი აქვს. მოიგებს. მეც რეალის ფანი. ხანუ აღარ უყურებ ახლა ისე რა. რა ხდება? ბარსელონას ფანი ყავს აქ ის. არა. კი, ეგა თამაშობდა სონის. თევზია ბარსას ფანი. და იყო მე პერიოდი და ვერ მოხდი 26 კაცში. იყო გულისწყივილი. რა თქმა უნდა. იყო გულისწყივილი, მაგრამ რა ვის დავაბრალო, ვერავის ვერ დავაბრალებ ვერაფერს. როცა შენ ხარ დამნაშავე, ანუ სხვაში ხო ვერ მოძებნი არა, სულ შეიძლება და ძირითადად სულ ეგრე ხდება. სულ სხვაში ვეძებთ დამნაშავეს. დამწყდა გული რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ. არა უშავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ხელა წარმატება აქვს ნაკრებს. დარწმუნებული ვარ დღესაც რომ დამეძახო, ანუ გამოვადგები ნაკრებს და დავეხმარები ყოველთვის და თუ მსგავსი აღარაც აღარ მოხდება, ვერაფერს ვერ შევწვდით, მაგრამ რაც მე დრომა გატარებული ნაკრებში არასდროს არ დამოვიწყდება, რა თქმა უნდა. წაგებული ფინალი. ხო, ანუ ყველაფერი უძღოდა ამას რა. ანუ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდოდა და მათ შორის ესეც რა ყველაზე დიდი სევდა რა. რა დაგვაკლდა? ყო არა, კოვიდი ხონდა. კოვიდი აკიდეს, რა ვიცი, არ ვიცი. ჩამოვიდა თუ აკაიგიდა? არა, როგორც ვიცი, ბოლოს მასაჟს იკეთებდა და მასაჟის ჰქონდა კოვიდი და დააგუპო. ხო, ხელები უნდა მოუნდა. თურმე? ხო, თვითონ რა დღეში იქნებოდა წარმომიდგენია. ოქრი რა დღეში იქნება? ხო, მაგამდე თან ბელარუსთან თამაში იყო და კვარამაიკი და პენალტი და მე ოქრი. მე ავიკიდე. თუ კვარამაიკი. მე ავიკიდე. და თვითონვე გაიტანა.
კვარა მომცა პასი. მარჯვნიდან აი კვარა მარჯვნიდან შენ თუ რო- გინდა კვარა მაიკიდე. მარჯვნიდან რა შევიდა. ბიჭო, კვარა მე მახსოვდა. მივეცი კვარას პასი, კვარა მარჯვნიდან დამიბრუნა, მე შევირბინე და მე ავიკიდე. არა My უშავს. bad. არ მწყინს ეგეთი. უთხარი რომ არ არა მსვანე გადავახვიოთ და არა იყო. უყურებ მე მაგას. თუ რამე მივწეროთ რომ ოიც არ მენდობი? როგორ არ გენდობი კაცო? ეთყობა აღარ მახსოვდა მე კარგად და ავიკიდე და მე გავიხსენე. დავარტყი მე ვითაბაში. იმდენად იმდენად ცუდი პერიოდი იყო რომ აღარც გამიხედავს მაკეთკე რა. ხო, აი მანდ იმ ხელა სიხარული იყო ბელარუს გავუსდით, მოვიგეთ და ემოციების ბრალი იყო რა. ანუ არავინ არ ფიქრობდა იმაზე თუ ანუ ვერ მოვიგებდით, ანუ 1% არ იყო მაგის ფიქრი საერთოდ. აი მართლა 9%-იც ალბათ. იმ ხელა ემოციებში ვიყავით, რომ ამ ემოციებისგან დავიღალეთ უკვე სანამ სტადიონზე მივედით. აი მართლა გეუბნები, ალბათ 1:50 წუთი ნათამაშები ქონდა, ეგრე მეგონა რა, აი უკვე დაღლილი ვიყავ. თან კომაგებმა მაშინ პირველი მაგარი პერფორმანსი გააწყო. აი რო შევდიოდი ავტობუსში რო შევდიოდი, ვიღაც ბაბუ ალბათ 105 წლის, აი ავტობუსი როგორ მოყვებოდა, იცი, აი რა ვიცი, ავტობუს კოცნით და ზემოდან რო უყურებდი 105 წლის მოსწრებული არის თასების თასი, აი რავი, ხო ის მთელი ცხოვრება რო თასების თასი. ხო და აი კაცის რომ მოგზდევდა და მეთქი აი ამ კაცის გამო აი ყველაზე ბედნიერი უნდა გაუშვათ სახში და რა აი ავტობუსში ცეცხლი იდგა. ჩაგვაქრეს. ჩაქრა ეგრევე. ბიჭო, ხო თან ყველაფერი ცუდად მიეწყო ერთმანეთს. გულშემატკივრების ამბავი, მე კვარას კოვიდი. აი გულშემატკივრების ამბავი ყოველთვის კერნეული თემა არის ჩემთვის და ატუ არ დაუშვეს გარეთ იდგნენ. მაგრამ პერიოდში აქცია იმართებოდა დაუშვეს ხო მოკვდარი იყო 1-3 კაცი არ დავსულიყავით ევროპაზე უფრო ადრე იყო ხუმრობ რა თქმა უნდა გო ეს ვის ისედაც რამდენი მოკვდა რომელი და ბარემ ევროპის ო რა სამი რაღა აპატიეთ ხო არა ხუმრობთ ხო ნამდვილად და იმედია ხო ხუმრობით ხა რა თქმა უნდა ვისაც ხუმრობა არ ესმის იმათმა გაგველანძღვა ხო არ არის პრობლემა ნამდვილად ბელარუსზე სულ მახსენდება შენი გოლი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გოლია მარტინოვიჩს რო მარტინოვიჩი ჩემი გუნდელი იყო მე იყო კრასნოდარში კაპიტანი და ადრე კიპრზე რო იყავით მაშინ მითხარი რომ რაღაცას რო გვეტყოდა სულ მაგულს ვანახები და ვეღარ დავაგონდი თან ბევრს ლაპარაკობდა სულ თან აი სულ ოქრეკ რაღაც დამიძახებდა მალჩაც ეგრევე გავიგე ზედა არ იყავი მეთქი 12 წლის ზად ქონდა ხო სულ 1-2 ჯერ და всё მესამე ჯერ აღარ მეუბნე მე всё თავი გამანებ გახსოვს ეგ გოლი დღეს აუ კი სულ აი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გოლია აი უყურებ ხოლმე რა აი ნაკრებში აი რომელი გოლი არის ნაკრებიდან და არსებიდან რომელი გოლი არის შენთვის საუკეთესო ხო აი რამ ტოპ 3-ს რომელში მე მაგის გარდა ირლანდიასთან მახსოვს საოცარი გოლი შორიდან ხო ძალიან შორიდან აი გავარდნა არის მაინც კი დავარტყი კი აი ძალიან მაგრა მომწონს ეგ გოლის მაგრამ არა შესრულების ამბავში ეს საუკეთესო არის თან ჩემს საუკეთესოა ალო ნომერი 1-ია ჯერჯერობით კი ჩემთვის კი არის და მესამე ესპანეთი აი ესპანეთი ნუ ეხა მაინც არა ხო მაგრამ სხვა გოლი ანუ ხელოვნება აი მნიშვნელობით ესპანეთი რავი ეხა სოფლიო ჩემპიონს რო უგებთ თან ევროპის წინა თამაში იყო მიდიონ ევროპაზე და აი როგორი ფულ სასტავი ყავდათ ერთადერთი ინიესტა შემოვიდა კიდევ კაი მერე შემოვიდა და ნავალამ გვაგინა და ნავალამ ვისაც აგჯეროდათო მოლდოვეთთან ყოდა 5-0 წაგებული ჩიფაჩიევთან ყოდა წაგებული 5-0 და უცბად ხო მაგის შემდეგ ეგეთი ინსაიდერული ვიდეოები აღარ გამოსულა ნაკრებად პირველ არხში გავრცელდა ეგ თავიდან მომბობდნენ რომ არის პირველ არხში 2 წუთში დაგვირეკეს ავტობუსში დაგვირეკეს წაშალეთ
დროზე წაშალე პოსტი. აიცაო რა წავშალო. როგორ ვაგინებდნენო ჩვენო. აუ არა ეგ სასწაული იყო მე ის ავტობუსის კადრებიც. ხა მაიმუნობა იყო. ინიესტა სხვა იყო. ყველაზე ვაფშე ვისთანაც კი მითამაშია და ვის წინააღმდეგაც კი მითამაშია. შენ არ იყავ ვიღაცას რო უხსნედი ვიდეოში ინიესტა რა კლასნი იყო თუ რაღაც კი მეც ვიყავი კი ერთ-ერთი მეც ვიყავი მაგრამ აი ყველა თევზივით იყო თუ ხო აი რაღაც სხვანაირად იტყუებოდა აი მართლა ყველას არ მაქვს თამაშები ნუ რონალდო და მესი რო არ ჩავთვალო დანარჩენი აი ყველა ნაკრებთან მაქვს თითქმის თამაში და ყველა გამორჩეულ ფეხბურთელთან მაგრამ აი როგორც თან პატარა გამختარია იცი რა პატარა არის აი ხა ტელევიზორში კიდე სხვანაირები ჩანა რა თურმე ხო არა და ესე ლაივში რო შეხვდება, აი ესეთი ფეხები, აი ზუსტად ესეთი ფეხები დამხვდა, აი ესეთი, აი ამას რო გააკ. და ვერ 5 კაცი მივდიოდით რომ წაგვერთო, მაგრამ უშედეგოდ. ნუ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ყოველთვის ხო რა, ძალიან მაგარი იყო. ძალიან ადრე დაანება ფეხბურთს თავი. ანუ არ დაანება, მაგრამ თითქმის დაანება. ხო, ხა იაპონიაში რო წავედი, დაანება. ფაქტიურად დაანება. და გახსნა ვილის მაღაზიის გამო, ხო. ნუ დაიღალა, ყველაფერი მოიგო. ხო, ეგეც არის რა, ხო. დაიღალა და გადაეყო. ყველაფერს რომ მოიგებ, დახურა. დახურა. დრაკონი მოკლა ყველაზე წავიდა იაპონი. ბევრი ფეხბურთელთან, რომელიც ეხლა სუპერ გუნდებში არიან, მაგალითად ტროსარი, დიდი, მინინკოვიჩი წავიდა არაბეთში, მაგრამ ნუ ლაციოში წევრი იყო. აი მაგათან ერთად თამაშობდი. ტროსარდი მე რომ მივედი გაანათხოვრეს და რომ მოვიდა, აი 5 წუთი მცვლიდა ხოლმე, რა ვიღლებოდი, უკეთებდი ხოლმე და ტროსარდი შემოვიდა. 5 წუთით. გააკონდაქტი ხა. კი, მეგობრობთ. აი მელიკოვიჩავიჩი იმენა ჩემი ძმა კაცი არის მელიკოვიჩავიჩთან, აი ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს, იმიტომ რომ სერბი არის და აი მაინც ხო იცი ჩვენი კულტურა აქვს. მაინც მიახლოვებული მენტალიტეტი ხო. და ძალიან სულ ერთად ვიყავით ხოლმე. და დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ტროსართან აი თუ გოლში იაგდებს ან რაღაცა მივწერ ხოლმე და აი ისეთი არაფერი. დიდისთანაც შეხება მაქვს. დიდისთან აი დიდიზე მოგიყვები ეს ეღარო მითხარი, დიდი რო ჩამოვიდა ნიგერიიდან. ანუ ვაფშე აი ახალი ჩამასული იყო აფრიკიდან. წყალიც ისეთი თემა იყო ახალი ხო თუში და რაღაც. და კოსტუმებით მივდიოდით ხოლმე თამაშის დროს რა. და სათვალე მეკეთა $500 ღირდა რა მოკლედ. და დიდი მე და ლუკას დაყვავდა ხოლმე სულ რა, ვარჯიშზე გავურიდით, წავიყვანდით, სულ მე და ზარანტიას ხო. თავიდან რა სანამ მოიხოდებოდა დაყვავდა ხოლმე ახლოს ცხოვრობდა ჩვენთან. და მივდივარ თამაშზე და სათვალეს შემოვხედა და უყურებს და ურაკაი სათვალე გიკეთებოდა და მოიხსენე და ვაჩუქე რა ეს სათვალე რა და უთხრე რა ღირდა რა ეს სათვალე და აი არ ჯეროდა. არ არსებობს მაგდენთან რაღაც არა როგორ აძლევთ და დღეს ლესტერ სიტიში თამაშობს და 20 მილიონად გაიყიდა და დაურეკო ერთი. სათვალე. ჩარიცხე სათვალე. ატარის პული გადმორიცხოს ერთ. შენ და ვარდიმ დაადეთ. ხო 50-ია. აი დიდი არის ერთ-ერთი ფეხბურთელი რომელიც თავიდან არ მომწონდა და ბოლოს აღფრთოვანებული ვიყავი. ანუ ის ეგეთი ფეხბურთელის გაზრდა აი არ მინახავს მართლა. გიუნტერი იყო ეს ჩემი მეორე აგენტი იყო იაკობსი ერთი გენკის ის იყო რა გენერალური დირექტორი და მაგენ ჩამოიყვანა და მივდიოდი მეთქი რატო ჩამოიყვანეთ ეს ეგრევე პირველ გუნდში მოიყვანეს თავიდან და აი ვაფშე საერთოდ და ერთ წელში აი მართლა გეუბნებით ტიპი მოუმატებელ ხო აი ვისაც დღეს ხედავთ და მანამდე იყო აი რა ვიცი და მე მივხვდი ეს გიუნტერი მეთქი რას ესწავლი თვალი გაქვს მეთქი რა ანუ მაგასაც ხო გინდა ანუ ო დაინახვრა თქმა ხო მე მარსელის სპორტული დირექტორი იყავი მაგას მივყავდი მაკრატელებიც გავიხსნით მეფესავით მაკრატელებში მოდით დაგიდგეს ყველაფერზე მაკრატელას ვურტყავ თავზე მოდის მაკრატელას ვურტყავ სევილია და ზენიტი და ნუ ეს კიპროსის არ მაგარი შევად, მაგრამ და კაი ეს ორი იყოს. ხო, ანუ არა, იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ზენიტი და სევილია მაინც სხვა ლეველია.
რონალდოს არ ქონდა მაგ დროს მაგრატელა გატანილი თან შე რო გაიტანა. რამდენი მაკრატელა აქვს რონალდოს? აქვს ერთი გაიტანა მე მგონი ალ-ნასრში, ერთი მახსოვს მაშინ იუვენტუს რო გაუტანა. იუვენტუს რო გაუტანა. ნუ ის სადამდე ახტათ. აუ სასაული. შე რო გაიტანა მაგას არ ქონია გატანილი, მახსოვს 100%-ით ეგა. ნახა ალბათ მე და არ მაგაზე კიდე რაღაც გადაობები ხდებოდა. ოქრის აქვს გატანილი და რონალდოს არ არის გატანილი. ხო, მესის ვაფშე არ აქვს მაგრატელა, ეგრე თუა. თუ აქვს? არა, მე არ მახსოვს. დათუნდა მაგრატელა. ხო, რაღაც ხო არის გოლიც და ანუ გოლი ყველანაირი გოლი გიხარია ფეხბურთელს, იმიტომ რომ ანუ გოლი ყველაფერი არის ფეხბურთელისთვის. როგორც მეკარისთვის გოლი არ გაუშვა, ავტოგოლის გარდა. ხო, ავტოგოლი არ მაქვს და რა. აუ, ეხა მეკარეზე გამახსენდა და კვიპროსში ძალიან სულიერი გოლი გაუშვა ლორი. ხა. მაგ თამაშში რო ვიყავით. ხა. მე ხო კაჭისთან ვიყავით სუფრაზე და შენ თელის აღშმის დროს ხო რომ კაი გაიღიმე ვის არ გაუშვია გოლები და ხო, ქვი ესა ლორი ძალიან უყურებდა, აი თავის ვიდეოს უყურებდა, სად შევწდიო და ძალიან განიცდიდა მართლა. არა და მოიგეთ 3-1 მოიგეთ და რაღაც, მაგრამ ბოლო წუთზე ანუ არაფერში პრემია ქონდა კლინშიტზე და მაგას გამისდი. და არა შეცდა. 1500 არა ძალიან განიცდის ხოლმე ახლა ლორი ვიცით რა პროფესიონალი არის რო შეხედავ მართლა 20 წლის ბიჭს გავს და ანუ რაც თქვი ახლა მართლა ყოველი თამაშს მე აი უშდება ჩემზე აი მართლა არ მაქვს არც ერთი ნანახი არც ერთი ჩემი თამაშის მე აი ცუდი თამაშები კაი თამაშები აი მაქვს ხოლმე ვუყურებ ხოლმე კაი მომენტებს ცუც არა, ცუც ხა ისედაც მწვრთნელი მე გარჩევაც არის, ის არის ანუ ნახავ ხოლმე რა და ლორი არა, აი ლორი უნდა უყუროს, განიხილოს, გკითხოს, გითხრას აბა ჩემი ბრალი იყო, აქედან არა ლორი შენი ბრალი არ იყო. ამხნევა სასწაული ხარ. და იხოდება რა ლორი განსხვავებული ადამიანი არის. წარმაგერი კაცი. უნდა წასულიყო რა ჩელსიში რა იმსახურებდა იმენა ყველანაირად. მე ვიყავი ხო იცი მაგ იმაში. უშუალოდ ჩართული. მოლაპარაკებებში? ანუ კურტუა ვინც გაზარდა იყო ჩვენი გენკის მეკარების ტრენერი მთელი თავის ცხოვრება მან და არის ლეგენდა არის. სახელი და გვარი აღარ მახსოვს. და გასახელში ვზივართ რა და მოდის მეკარების მწვრთნელი და ოქრი ლორის ნომერი მომეციო. მეთქი გენგში უნდათ რა. და მოყავს მეთქი გენგში, მეთქი არა ჩელსის უნდაო. და ანჟიში იყო. და მეთქი ერთი წამით აი უცბად დავალაპარაკე ლორის ურეკავ და ჩელსის უნდი ხარ და რაღაცა და აი რა ეს მე გადავები რა 100 სულელებს ლაპარაკო. მეთქი აი კურტუა ვინც გაზარდა მაგის ტრენერის თუნდა შენთან ლაპარაკე. ჯერა რო იფიქრებდა რომ ეღადავები. ანუ ხო რა თავიდან ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ანუ მეორე მეკარედ უნდათ, დარწმუნებული ვარ, პირველი გახდებოდა და რაღაც ეს არა ევროკავშირი და ეს ძალიან დიდი სპორტი და ხო, ძალიან დიდი ფული უჯდებოდათ და ვიღაც სხვა მიიყვანეს. წარმოვიდგინე რამხელა ის ჩაიშალა პროსტა უბრალოდ რაღაც პასპორტის გამო. ევროპა რო ყოფილიყო? ჩელსი. წარმოვიდგინე, ჩელსი რომ თამაშები გაქვსო რა, ეხა ნუ იტყვი რომ შემდგარი კარიერა მქონია სხვანაირად. სანამ გადავჩენთ კითხვაზე, მეგობრებო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ, კომენტარები დაწერეთ. ჩემი Instagram-ზე გამოგვიწერეთ. Instagram-ზეც გამოიწერეთ ოქრი. ბევრ მწვრთნელთან მოგიწია მუშაობა შენი კარიერის განმავლობაში რა. აი იცი რა მინდა კითხო, ყველაზე ისეთი უცნაური ტრადიცია ან რაღაც ჩვევა რომელ მწვრთნელს ქონდა? ამ ქვეყანას. ნუ კეცბა არის, კეცბაზეც არ გეკითხავთ. კეცბას გარდა. ჩვევა აი რა, ანუ ჩვევა ესეთი განსხვავებულები იყვნენ ყველა ერთმანეთისგან ჩვევა არ ვიცი, ზოგი ძალიან გიჟურად იქცეოდა ხოლმე, ზოგიც, ანუ პირიქით ძალიან დაალაგებულად. ვინ იყო ყველაზე გიჟი? ალექს მაკლეში არის, თუ იცით, შოტლანდიელი. შოტლანდიელი.
ხო, კამპოჟა. ბელგიაში ტყავდა, ხო? კი. ხო. ეგეც ძალიან გიჟი იყო. აი ძალიან გიჟი ოღონდ მოედანზე რა. აი ხო ხვდებით ახლა ისე არ გამომივიდეს გიჟი, სულ გიჟი. ხო, ანუ არიან ადამიანები, ჩემი ჩათვლით, მოედანზე რომ შევდივარ, აი მართლა ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, სხვანაირი ვიჩდები, ანუ ხო, ვიცვლები რა. და ეგრე არიან ადამიანები, ტრენერები მით უმეტეს, ქეძბაც ავიღოთ. ქეძბასთან რამდენი წელი მომიწია, 5 წელი ნაკრებში, 2 წელი გუნდში. და ხო ის არის ძალიან ემოციური ადამიანი არის ქეძბაც. ის ქეძბა უფრო აი გარეთაც გამოხატავდა ემოციებს. და ალექს მაკლეში გასახდელში რომ შევდიოდით, ალბათ ყველაფერს ეწევდა ვაფშე. აი პირველი ტაიმის მერე მართლა გეუბნები, დაფა იყი. ყოველ კვირას დაფას ყიდულობდით. იმას ხო იცი? არის სტრესული ეგეთ მწვრთნელთან მუშაობა? კი, როგორ არ არის. ერთი თუ ენეს უნალი მყავდა თუ ისე მანჩესტერ სიტიში, ხო. მე იქ თამაშობდა, გძელი თმა ქონდა და აი მაგას გძელ თმაზე, აი რაღაც ვერ ითამაშებდა შე. ქალბატონოს ეძახდა სულ. აი ბიელსა ხო შეაჭრეთ, კი, პასარელამ შეაჭრეთ და თელაგეტიდას თვები. არგენტინის ნაკრებში რო იყო წუთელი 98-ში თუ რაღაც. ხო, ის 98-ში იყო და ნუ აი ხო ხვდები რა, ძალიან ბევრჯერ ამდგარ ვარ და კარგიც და თავი გაანებეს და ის მართლა ეს გადიოდა და ტიროდა. აი მართლა არა ტირილამდე რომ იყავდა ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. მაგალითად არიან და სულ რა წერი იმ ხელზე ქონდა მოშებული მუჯაჰიდინი მეგონა. ჩემზე თქვა ეგ. დათოაჟი. მუჯაჰიდინი, ბლე. და მივედით ქეცბასთან. პარედ. ჩემი საყვარელი ადამიანი არის ერთ-ერთი და ფეხბურთში ალბათ მწვრთნელებიდან ფეხბურთის მამას დაუძახებდი, იმიტომ რომ ბევრჯერ დამიდგა გვერდზე და რა თქმა უნდა მეც ბევრჯერ დაურდექი ჩემი თამაში და კითხეთ რაც გინდათ ქეცბას. როგორც ვიცით, თამაშებზე ჩანდა, იყო აგრესიულიც, მკაცრიც ისიც. ეხთხი იმის ვარჯიშებზეც. კი, ვარჯიშებზეც. ხო და ეს არის რამოდენიმე ვარჯიში. თქვენთან თავს იკავებდა ცოტა მაინც. მაინც. ხო. წარმომიდგინე ჩვენ რო არ ვარ. ხო, კი, მაგრამ ანუ თემა ის არის, რომ ვინც იცნობს ქეძბას, ეხლა ვინც არ იცნობს, კი თავიდან შეიძლება გაუკვირდეს ამ ხელა ფეხბურთთან თამაში აყვირებს. მაგრამ წეღარავს თქვი, ანუ ემოციების ხარჯზე ხდებოდა ეს ყველაფერი და ფეხბურთი სხვანაირად უყვარს. რა არიან ადამიანები, აი ფეხბურთი უყვართ. და აი ეს ქეძბა არის შიგნით, როცა თამაშობდა კიდევაც, ახლა დიდად არ მახსოვს, მაგრამ აი მწვრთნელობის დროს ხო დიდხანს მომიწია რა, აი ძალიან ჩართული არის ამ ყველაფერში რა, ანუ არაფერი იმის იქით აღარ აინტერესებს. და თუ რამე არ მოწონს, გამოხატავს 100%-ით იმ უკმაყოფილებას და გეუბნება პირდაპირ და არა აი მეორე დამხმარე ტრენერი მოვიდეს ან არა ის თუ ის დამხმარე რომ მოვიდეს იმასაც მიაყოლებს. ხო და ანუ ადამიანი ხო ყველაფერს ეჩვევა. ხო და მისაღები იყო ქეძბასგან და გასაგებიც რა. არ შემიძლია არ კითხო აპოლში გადასვლაც. ესაუბრეთ ქეცბას სანამ მოაწოდეთ. კი, რა თქმა უნდა, ვესაუბრე და შევთანხმდით რომ გადავდიოდი, მაგრამ ყოვაი ვიტყვი რა, ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ჩემს ცხოვრებაში მართლა. არ უნდა გადავსულიყავი. ჯერ პირველ რიგში იმიტომ რომ ქეცბას გამო არ უნდა გადავსულიყავი ჩემი აზრით, მაგრამ ნუ რაღაც ფინანსების თემა იყო იქ. ეხლა ფეხბურთელი ხარ და გარკვეულ პერიოდს თამაშობ და ფინანსები მაინც ხო იცი, ვინც არ უნდა თქვას ფეხბურთი ძალიან მიყვარს და რაღაც ვართ ფეხბურთს უფულოდაც ვითამაშებ, არ ამგონია. ხო და რაღაც ფინანსების გამო და ნუ ქეძბაც რა თქმა უნდა დაველაპარაკე აუხსენი შე როგორც გინდაო და რა თქმა უნდა დამაკლები და მიქაც მაქსიმუმს აკეთებინებ და ყველაფერს, მაგრამ აუ შეცვლა მინდა ხოლმე ყოველთვის რა ვერ ჩერდები ერთ ადგილას დიდხანს. ხო არიან აი ფეხბურთელები რა აი მოერგებიან ერთ იმას და აი ფანებს თავში უაყვარებ, ლეგენდა გავხ. ვაფშე არ მაქვს ეგეთი ფიქრები. სულ მინდა რომ აი ახალი რაღაცები გაიჩნდეს ხოლმე.
სამომავლო გეგმები როგორი არის შენი? თუ გაქვს დაალაგებული ცხოვრება ფეხბურთის შემდეგ რაღაც წარმოსახვაში თუ გაქვს უკვე რას გააკეთებ? დარჩები ფეხბურთში? ადრე აქ ნათქვამი ფეხბურთში აუცილებლად დარჩები, ოღონდ მწვრთნელი არასდროს ვიქნები. კი, მწვრთნელობა მართლა არ მინდა, ძალიან რთული არის. და 11-ისთვის კაი ხარ, დანარჩენისთვის ცუდი ხარ. პირველ პონჩი კინე, ანუ ხო, აი, ყველა პონჩი ილანწყები. ჩივაბროთ. რაც არ უნდა მაგარი და რაც არ უნდა სწორად აკეთებდი ყველაფერს, ხო რა, ფეხბურთელი ხარ და ყველას თამაში უნდა, აი, თუნდაც გჯობდეს ვიღაცა, აი, თამაში გინდა. და ჩემი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხარ, შენ რო არ გათამაშებ და მაგას თავი რო გავანებოთ, ანუ იმდენი დრო უნდა დაუთმო ამ მწვრთნელობის საქმიანობას ეს ხო ხვდები? ფეხბურთელი ხარ 2 საათი მიდიხარ ვარჯიშო. მწვრთნელი ალბათ მთელი დღე ვაზაზე უნდა იყო და არა რა. ჩემი არ არის. და საათ ხედავ შენ ფეხბურთში? ფეხბურთში ალბათ დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი ფეხბურთელებს. აი გუნდებში რო წასულიყვნენ, რა მინდა რომ გვერდში დაუდგე რა. ახალგაზრდებს. ხო. ბებრებსაც. ანუ იცი რა არის? აგენტი აი მეზიზღება, იცი როგორ მეზიზღება ეს აგენტები, აი როც დაფრინავ გოლებს იტან. აი და გიკეთებს რაღაც მე რაც რაში მჭირდება 100 გოლს რო გავიტან აი აგენტი ხო? ანუ როცა აი მართლა დახმარება ჭირდება ფეხბურთელს და აი ვერ იტანს, ტრავმა მიიღო, რაღაც გაუჩნდა, აი რაღაც ჩავარდნა აქვს და გინდა რომ დააბრუნო და აი მაგ დროს რო გაუკეთებ გუნდს და მაგ დროს რო აი ჩემთვის ეგ არის ალბათ აგენტი რა. მიქაუტაძეს რო გაუკეთებ და ყვარას რო გაუკეთებ, აი ჯუღელა მისი არ გამიგოს კაცო. ანუ ბევრად იოლი არის ვიდრე, ანუ ხო ხვდები ეს თქმას მინდა ხო რა, ანუ პლუს კიდე ყოველი მეორე აგენტი გაიჩნდა საქართველოში. ხო. მწვრთნელის და აგენტის. ძალიან მოიხოთ, ბავშვები ხო ყველა ფეხბურთელი გახდა. ცოტა მოსდილე მწვრთნელები გახდნენ. ვინც ვერ ითამაშა. ვინც ვერ ითამაშა მწვრთნელი გახდა. ვინც ითამაშა მწვრთნელების მაკაცები აგენტები. ხო. კარგად ვარ. ხო, ეხა ფეხბურთი ხო ყველა მის. ფულია, ბრატ. ყველაზე გიჟური რამ რა გაგიკეთებია ცხოვრებაში თუ და მეკითხა დამასწრე. ყველაზე გიჟური რა. და რასაც გაიმეორებდი? არა მარტო ფეხბურთში ზოგადად რა. მეგობრებთან ერთად თუნდაც. მეგობრებთან ერთად გიჟური ამბავე. ან არ გაიმეორებდი, მაგრამ დაგამახსოვრდი. არ ვერ მოყვებოდი. უფრო ეგ. აუ რა ცუდი რაღაცეები მეტრიალებს თავში, მაგრამ სხვა კითხვა. არ გაიმეორებდი? აი ცუდი არ მახსოვს, აი კაი გიჟური არ მახსოვს, ცუდი გიჟურები მახსოვს. აი კუპატაძემ ტელევიზორი წამოიღო ერთხელ მაგალითად. საერთოდ. ლაზარე, დიმასთან რო თქვა გადაცემაში შარიხასთან. ტელევიზორი წამოიღო, მე მგონი კობახიძის სახლიდან. რეხვიაშვილის თუ რეხვიაშვილის სახლიდან, ხო. რატო არ კითხე? გაგრძელება რა არის? აუ, როსტაო რა. და წავიღეო სახშიო. გამისტორდაო და წამოვიღე. თუ შუა ბათუმში მოდიოდიო ტელევიზორითა ხელშია. ლომბარდთან აღავს. ვიბარებ ტექნიკას. დროში მოგზაურობა რო შეგეძლოს, საწახვიდოდი, რას შეცვლიდიან, რას ნახავდი. Game of Thrones დროში დავბრუნე. ეგა იცი და არა, არაფერს არ ვნახავდი, აი არაფერი ვაფშე საერთოდ. აი დავბრუნდებოდი 18 წლის ასაკში. მაგრამ არა, ვერ ბრუნდები, ასაკში ვერ ბრუნდები, იგივე ტიპი ბრუნდები, ხო? დროში მოგზაურობით ხო იგივე. ხო, მაშინ მაგრამ შენს 18 წელს თავს ნახულობს რა იდეაში. და ურჩევდი რომ შეგიძლია რაღაც არა, მაგ დროს ხო პარადოქსი სიჩითება არ შეიძლება თქვენი შეხვედრა, თორე დავიჭერდი ჭკუას და ვარიგებდი. რა არ გაი. ხო, გავიყვანდი გვერდზე და აი იქიდან რომ გადახტი, აღარ გადახტი. და ისე თასების თასის თამაშზე დავესწრობოდი. 91-ის. აუ, თასების თასებზე სუხუმრობ და ჩიო მარშე მიხსნას ახლა. მე მგონი დავივიწყეთ, ხო? ამ 26 მარტით მე მგონი
ხო და ცუც ვერაფერს ვერ ვხედავ. არა, ხო, არა, საერთოდ არაფერს ნამდვილად. იმდენი ხანი ტრიალებდა ჩემს თავში ეგ, რომ ჩემი აზრით, კაია რა, ახალი, სულ ახალი უნდა იყოს. სულ აი, მაგიტო ვიძახი აი ნაკრებზეც, რომ აი ჩვენი ეს გრუპა რაც გვაქვს, რომ გავალთ მეთქი, რომ ანუ აი იმდენად ახალი და სულ კარგი რაღაცები ხდება, რომ ის 26-ის დაგვავიწყეს. ანუ აი ყოველ დღე ისეთ მაგალითად მე ევროპაზე ჩავედით. რავი, აი ვინც მხვდებოდა ყველა რომ აი ხო ხდები, აი ვერა, იქიდან ჯგუფიდანაც გავედით. რა ვერა. ეხა სასწაული თამაში. ანუ თვითონ მარტო 9-1 ხო არ პროს როგორ თამაშობთ. სასწაულად თამაშობთ. ყველა თავის ლამას ფეხბურთს და ყველა თავის 100 პატკაც აკეთებს და რავი, აი ჩამჭრელი კითხვა და დაგისვა, ეხა მომივიდა მესიჯი. არა. თავში. ჩასო ეს ნაკრები არის ძალიან ლაღი და ძალიან შეკრული. იყო თქვენი ნაკრები ეგეთი შეკრული? შეკრული ძალიან ვიყავით, მაგრამ ლაღი არა. ხო, ანუ შეკრული ძალიან ვიყავით. ანუ ესენი ხა იცი რა არის? ერთად გაზრდილები არიან, ბევრი ნაკრებში რაღაც ერთი თაობა არის. რამაც ძალიან ლიდერები მით უმეტეს, გუნდის ლიდერები, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ გუნდის ლიდერები არიან, მეგობრები ბავშვობის, ერთად გაზრდილები და ასე შემდეგ. და ლიდერებს რო ხედავ, რომ როგორ იქცევია, როგორ მეგობრები არ, მე გარშემოც იგივე თემა ხდება. ჩვენ დროსაც ძალიან მაგარი შეკრული გუნდი ვიყავით მართლა, მაგრამ მეგობრობდით, მაგრამ ზმაკაცობდით. მაგრამ სილაღე სხვა რაღაცა არის რა და ბევრად უკეთესი ფეხბურთელებიც არიან რა, ეხლა ყველაფერს რო თავი გავანებოთ, აი, ვაფშე ყველაფერს თავი გავანებოთ, ბევრად უკეთესები და პროფესიონალები არიან. всё. აი მეტი რა უნდა ვთქვა. მართალი არის პრინციპში. ხო რა. წერტი. ბეჭეს ვარტყობ და დავარტყეთ. აღარ ღმერთი. აღარ ღმერთი. ხო, აი აღარ ღმერთს რო ვიტყვი, წარმოვიდი. ღმერთი დაგვეხმარება მეტი რა. სად დაგეხმარება შვილო. მან რას ამბობდეს? აღარც ღმერთი. ხო, აი ეგ რაღაც 5-0 მქონდა თუ რაღაც წაგებული. ეგ არის აი მოლდოვეთი. თუ არა, თბილისში იყო. მეგონი პოლონეთთან რო წავაგეთ? ხო, პოლონეთთან რო წავაგეთ და მანამ წაგებული თამაში გქონდა, ხო. 4-0 რო წავაგეთ იქ თამაში. და შემდეგ თამაში. ხო, აჭრილები, კეცბას ბოლო თამაში, ერთი ამბავი უა. და აი წინა თამაში ნათქვამი მაქვს, რომ აი ღმერთი ჩვენთანაა და ღმერთის წყალობით და წავაგეთ კიდე და უცბად აი ინტერვიუზე შემდეგ თამაშზეც ღმერთი მინდოდა და გამახსენდა რომ რა ღმერთი მეტი აღარ უნდა აღარ გვეხმარება ვერ დაგვეხმარებოდა ვერავი მართლა ოქრე შენზე რო გადაიღოთ კინო რო გადაიღო ნანეხა კინო ვინ გინდა რომ ითამაშოს თავარი როლი შენი გემოვნებით რას დაარქმევდი მაგ ფილმს და რა ჟანრის იქნებოდა ჩემზე რო გადაიღო ხო თორნიკე ოქრიაშვილიზე ფილმი ფენტეზი უეჭველი ფანტაზიარი ავიღოთ მსახიობი აუ ტომ ჰარდი მევასება და იყოს ხო მაგრამ მაგრამ სასწაული კაცი არ უხდება ფენტეზი ის ფილმები ვენომის გარდა ისიც აი ვაფშე არ მოუხდა მაგას და რას დავარქმევდით ფილმს შავი რაინდის აღზევება უთავო ფეხბურთელი უთავო მხედარი რა წიგნს დავწერდი სხვათა კი რა ძალიან მინდა ვა ვის დაიხმარება ვის დაწერდი ვიღაც არა მე ვერ დავწერდი არა ხო და ხო რა ვიღაც არა ხო კელიძე დაიხმარა ხო ხო არიან მე ვიცი ტურიკა ტურაშვილი დაიხმარა ხო ტურაშვილი დაიხმარა შოთი კელიძე ვერიკო ვერიკო ტურაშვილი დაიხმარა შოთი იმღერეს ბოლოს ხო ძალიან მინდა და
რო იცოდე აი ჩემი ბიოგრაფია რა, აი ეხლა მართლა ეს სიგიჟეებზე რო ვილაპარაკეთ, დაწერდი ყველა. აი ხო რა, და იქ ყველაფერს, აი რომ დავამთავრე ფეხბურთს, ეხლა დამთავრებული რომ მქონდეს ფეხბურთი, აი ეს რაღაცებს მოყვებოდი, ალბათ ასე ესე ვერ იტყვი ხა. ხო რა. რო დაამთავრე ერთხელ მოდი კიდე და აუ, სასწაული ისტორიები მაქვს. წალკე. აი სასწაული მართლა რაღაც სიგიჟეები. აი იმ დროს უკვე ყველა დამთავრებული ექნება თან და ჩემ სასწაულს და მე მოვყვები და ჯოკრებს ამოიღებ. კი, აი დავდებ ყველას, კარტებს დავალაგებ. მართლა ბევრი სიგიჟეები გვაკეთებული. რო იცოდე 24 საათი იქნები სხვა ადამიანი. ის ერთი დღე. ვის აირჩევდი? მოიცა. სხვა ადამიანი აი, სქესი თუ ხო, ნებისმიერ, თუნდაც კრიშტიანო. აა 24 საათი რომელი ადამიანი კრიშტიანო არ ვიქნებოდი 100%, 7 საათი წინავს დღის განმავლობაში. 3 საათი გავიჭდებოდი და არ ჯორჯინას პონჩი კი ბატონო. პრობლემა არა. ბრედ პიტი ვიქნებოდი 24 საათი. აი მაინტერესებს რა არის ეგეთი განვლილი ცხოვრება და ეგეთი სიმპათიჩნი ტიპი რო ხარ და გარეთ ვიტასავებდი რა პროსტა რა. განსხვავებული ემოციებით ხო რა. აი როგორ გიყურებს ყველა გოგო და გარეთ გახვიდე ვერ გაივლი. ხო მე გავივლით. მე ხო არა ვარ დავივლით. გადაიგე. გავივლით. თბილისის ქუჩებში დადიხარ ის ბრედ პიტივით ვერა, მაგრამ დავდივარ. კი, დავდივარ. და ეგრეც აუ სხვათა შორის, აი მართლა რა, ეხა ისე არ გამომივიდეს, ეხა აი ბრედ პიტი რო ვერ გადის, აი ვაფშე ყველა მსნობს რა და ძალიან მაგრა ასწორებს. აი კი, აი ანუ არ წუხდები მე. აუ არა რა წუხდები. ბევრი არის რომ აუს დავიღალე ფოტოები. აუ ვინ? ბიჭო, თან ეხა თან აი ვინ მითხარი? აი ნაძილ ქართველი მითხარი ვინ არის ეგეთი? ფეხბურთელისგან არ გამიგია მე არავინ. ფეხბურთელისგან თუ არ გაგიგია? ანუ ავი ესე არ მინახავს ეხა დავიღალეო და რაღაცა. ესე მაინც არ ამბობენ ხოლმე ეხა. კაი. სუპერძალა რო კონდეს, რომელ სუპერძალას აირჩევთ? აუ სუპერმენი ეხა აუ სხვა რატო უნდა ავირჩი? სუპერმენი. არა სუპერმენსაც აქვს სუსტი წერტილი. ხო, მაგრამ აი ესეთი უნაკლო ძალა არის რამე. კრიპტო. ხო, კრიპტონეტი, ხო? შენ რომ სამოაირჩევდი? მაგათ მე ვასება დოქტორ სტრეინჯი. ხო, დოქტორ სტრეინჯის გაიარე. შენ? მე ბეტმენი ვიქნებოდი. ბეტმენ სუპერძალა არ მაინტერესებს. ფული გინდა? ეგრევე მილიარდერობა მოიდო. რობინი მიდა. აუ რობინი რა ცუდი სუპერგმირი იყო ჩემი აი ყველაზე ცუდი სუპერგმირი ხო ბეტმენის და ჩემი ტანიდან გამომდინარე ვიქნებოდი ფლეში. აუ ფლეშიც აი ხო ფლეშიც ისეთი ტიპი არის რა ანუ ვერავინ ვერ იწევს როცა გინდა დაუკელი მიდი და გაიგონე ხლა ხო ფლეშიც გაიტიპია არიღლები არა აუ ფლეშიც ის კითხვა რომელსაც ყოველთვის შენ თავს უსმევდი მან პასუხი არ ქონია კი აიცი რა არის აი ყოველთვის არას თქმა მიჭირდა ყოველთვის რა და აი სულ ჩემ თავს უსმევდი აი რატო არ შეგილია ანუ ხო ხტები არას თქმა არის ჩემი აზრით ყველა ადამიანშიც ყველაზე მაგარი თვისება რა ანუ რაც უფრო ვიზდები უფრო ხტები რომ თუ არას თქმა შეგილია არის აი რაღაც ბევრი რაღაც არის არა არის ყველაზე სწორი და ყველაზე მაგარი სიტყვა ცხოვრებაში რაც შეიძლება ადამიანმა ისწავლოს ისე რომ ანუ არავის არ ეწყინოსთან არავის არის აი უფრო კაცური ნაბიჯი არის და ყოველთვის აი ყოველთვის მაგის მერე უსმენდი ჩემთვის რომ აი რატო არ შეგილია და არასდროს არ მქონია აი პასუხი რა აი მართლა არა ვცდილობ და მუშაობთ მართლა ხო რთულია რა ცხოვრება რთული არის ხო იცი
სანამ შემდეგ თემაზე გადავალთ, ჩვენს მაყურებელს ვთხოვ, გამოიწერონ Crystal Sports YouTube არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და ლაიქეთ ვიდეო, დატოვეთ კომენტარი. რადგან სულ ასეთი მეფესავით სტუმრები გყავდეს. და რაში ეთახმებით ოქრის და რაში არ ეთახმებით დაგვიწერეთ. და დასამახსოვრებელი მომენტებიც გაიხსენეთ, ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ ოქრის მომენტებიდან. ოქრი, აი მეფესავით ფეხბურთელი გითხარი. ქართველი? გინდა ქართველი, გინდა უცხოელი, გინდა მოდი ორი. ქართველი იყოს. კეცბა. კეცბა? კეცბა იყოს. ძალიან კარგი. მეფესავით ბრძოლობდა საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის, დიდი ფეხბურთი ითამაშა ჩემი აზრით და ყოველთვის ძალიან ბევრი ისე როგორ თქვა რთული მომენტები ჰქონდა და არასდროს თავი არ დაუხრია და დასაფასებელი არის. როგორც ფეხბურთელი მოუწონს, როგორც ადამიანი იყოს კეცბა. ძალიან კარგი. და გადავიდეთ ნახატზე. ნახატს როგორ შეგვიფასებთ? ნახატზე შოქში ხო გავიშთე რომ ნახე რა მოვედი. თამოს დიდი მადლობა. თამოს touch. დიდი მადლობა. ძალიან მაგარი ნახატი არის. ამას მიმაქ. აუცილებლად. ჩარჩოთი ოღონდ. კი, რა მომაღებინოთ. პლაკატი ძრო წავიდე. ერთი სიტყვით შენი აზრით რა არის ცხოვრებაში მთავარი? ცხოვრებაში არის მთავარი. ეხა ისე არ გამომივიდეს. ოჯახი, აი, ვინც არ უნდა იყო, რაც არ უნდა იყო, ყველას უყავს, ფეხბურთელი იქნება, ის იქნება. ოჯახი, დედა, მამა, ყველანაირად დაუდექი გვერდით და რავი რა, არც დიდხანს ცხოვრობთ. და აკაიფე ცხოვრებით და ხო რა, მაგის გაკეთებას ვაპირებ აწიმე. ძალიან კარგი. ხოლმე მაგას ურჩევ შემდეგ სტუმარსაც. რომ აი ოჯახის გარშემო იყოს და დანარჩენი ყველაფერი არის დროებითი რა. რა კითხვას დაუტოვებდი სტუმარს? საქართველოს ნაკრები გავა ამ ჯგუფიდან, აი ამ კითხვას დაუტოვებდი და დაიწყოს მაგით. აი და ბოლოს 11-ეული შენი. საქართველოს ნაკრების 11-ეული ყველა დროის და დავიშალე. ლორცონა კარში მარცხნივ დავალა მარცხნივ, აურა ჯუჯღუნა არის პას რო არ მიცე მემენაჯი. დორლიძეზე აყავდი გასარჩევად. 15 წუთი იმ პასზე გელაპარაკებოდა, მაგრამ რატო არ მომედი ვიდე. შუაში საბა კვირკველა იყოს. ჩივა მარჯვნივ კაკაბა, ჩემი ძმა კაკაბა. შუაში ბოდიში 4-3-3-ია თუ 4-4-2. 4-4-2, ოკეი. 4-4-2. შუაში ჯაბა და ჯანო, მარცხნივ მე, მარჯვნივ კვარა და წინ მიქაუტაძე და შოთი. მადლობა. შენიერი. დიდი მადლობა. სანამ დაგემშვიდობებით, კიდე ერთხელ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ლაიქეთ, გააზიარეთ. გამოვყავით ბოლომდე, მოკლედ რომ სულ ასეთი საინტერესო და მეფესავით. აუ, ძალიან კაი იყო მართლა. ვისი ამ რაღაც განსხვავებული კითხვებით. ხო, და ასე შემდეგ. ხო რა. დიდი მადლობა. და ვისაც არ გინახიათ ოქრის ბელორუსთან გოლი, კიდე ერთხელ უყურეთ ყველგან. თუ ვინმე ადამიანი არა. მადლობა და მადლობა ოქრის. მადლობა თქვენ. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა Crystal Sports.